Ახლობით 9 საათში დაიწყება უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე. ჩვენ ისევ დაუბრუნდებით ანა ბროლაძეს, რომელიც დილიდან იმყოფება იქ და ის გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ვისთან გასაუბრება მოახერხა ამ დროისათვის. ანა, გისმენთ. ჩვენთან იმყოფება განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ისიც არის ამ სტატუსით პირველად მინისტრთა კაბინეტის ლოჟაში, ვინაიდან განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაა წლევანდელ 26 მაისს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. უშუალოდ თქვენი მიმართულებით რომ გითხრათ ღონისძიებები სადგავთ დაგეგმილი და ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს კურირებთ. ერთ-ერთს, იმიტომ რომ განათლება არის ის მთავარი მიმართულება, რომელმაც შემდგომში ქვეყნის განვითარებაში საკუთარი როლი და წვლილი უნდა შეასრულოს. პირველ რიგში მეც მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, რომელიც ჩვენს ქვეყანას აერთიანებს და მუდამ გააერთიანებს ყველა ქართველს. აქვე სურს გაგცეთ პასუხი უკვე თქვენს კითხვაზე. რა თქმა უნდა, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და ეს მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი არის. დღეს ჩვენი სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში იქნება მასპინძელი ღონისძიები, სადაც რა თქმა უნდა შემეცნებითი, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით ვიქნებით წარმოდგენილი ყველა თაობის წარმომადგენლისთვის და ყველა განათლების საფეხურით და განათლების სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის დაწყებული ასტროფიზიკიდან შეიძლება ითქვას დამთავრებული რეწვით. აქედან გამომდინარე და მათ შორის იქნება სხვათა შორის ვიტყოდი არქეოლოგიაც, ანუ კოსმოსიდან დაწყებული არქეოლოგიით დამთავრებული ყველაფერს მოიცავს დღევანდელ დღეს ჩვენი მიერ წარმოდგენილი ექსპოზიციები და კიდევ ერთხელ მსურს რომ ყველა თაობის წარმომადგენელს მოუწოდო მოგბრძანდით ქალაქ ზუგდიდის ცენტრში, მუნიციპალიტეტის ცენტრში ჩვენ სასიამოვნოდ გაკვირვებულს დავტოვებთ ყველა სტუმარს. უღრმესი მადლობა. მოკლედ არა მხოლოდ ზუგდიდში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იმდენად კარგი ამინდია დედაქალაქში და რეგიონებში, სადაც დაგეგმილი არის ღონისძიებები, რომ მოქალაქეები უნდა შემოუერთდნენ და ესე საყოველთაოდ აღვნიშნოთ ქვეყნისთვის ესოდან მნიშვნელოვანი დღე და ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების ხელმძღვანელი არის ჩემთან ერთად. ქალბატონო მაკა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და თქვენს მიმართულებას რომ შევეხოთ უშუალოდ, გარკვეულწილად გამოწვევების წინაშე არის ხომ ქვეყანა დამოუკიდებლობა არის მუდმივად შესანარჩუნებელი, ძალიან აქტიურად მუშაობს დიპლომატიური უწყება იმისთვის, რომ დასახულ ამოცანებს გაუმკლავდეს. მოკლედ საზღვრებს გარეთ ძალიან აქტიური აღნიშვნა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების. როგორი გეგმით ხართ და რა დავალება აქვს, მოდი ასე ვთქვათ, დიპლომატიურ კორპუსს? რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოახერხოს ქვეყანა? პირველ რიგში ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას ულოცავ, ყველა ქართველ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობიან, ერთიან და წარმატებულ ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას. ეს დამოუკიდებლობა, ეს სუვერენიტეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა, რომელიც არც თუ ისე იაფი დაუჭდა საქართველოს, საკმაოდ ძვირადღირებული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია, რომელიც შესანარჩუნებელია და ეს არის ის ბრძოლა, რომელ ბრძოლაშიც დღეს ჩვენ ვართ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ საქართველოს პოზიციონირებას, საქართველოს წარმოჩენას საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას და ზოგადად საქართველოს როლს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის ის, რაც განსაკუთრებით წარმოაჩენს სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, ქვეყნის უნარს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ეს გამოწვევა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, კიდევ ერთხელ გვასწავლის და გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ და დავიცვათ სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამას ვაკეთებთ ჩვენ ყოველდღიურად, ამის კეთებას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს დღე 26 მაისი არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ყველას ყურადღება მოვაპყროთ საქართველოსკენ, საქართველოს საელჩოები აქ
აქტიურად ახორციელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ ქართული კულტურა საქართველოს ათანადოდ იყოს წარმოჩენილი საზღვრებს გარეთ. ხავატონო მაგათ კითხავთ აუცილებლად მაშინ როდესაც ზეიმობთ ამ დღეს მეორე ნახევარში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი თქვენი ოპონენტების მიერ, რომლებიც ხშირად იშველიებენ ხოლმე მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს, კრიტიკას ქართული ოცნების ქმედებების მიმართ. აი რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ უნდა ჩაიბარონ მაგალითად აღლუმი, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა, რომ აქ შეკრებილ ადამიანებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ თქვა სამხედრო ოფიცრის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ. რა იქნება თქვენი გზავნილი ამ ადამიანების მიმართ? ჩემი გზავნილი ამ ადამიანების მიმართაც იქნება ის, რომ თუ კი გავაცნობიერებთ ყველა ერთად, თუ რას ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტი, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაშინ მსგავსი განცხადებები ალბათ და მსგავსი ფიქრები არავის მოუვა თავში. განსხვავებულობა ეს არ არის რაიმე ცუდი, თუ კი ჩვენ განსხვავებული აზრი გვექნება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ეს ნორმალურია. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით ჭირდება ერთობა. ამის გარეშე ჩვენ ალბათ ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა და მე ვუსურვებ საქართველოს, რომ სწორედ აი ამ ერთობისთვის მიგვეღწიოს, რომ გარეთ მაინც ქვეყანა პოზიციონირებდეს ერთიანად. უღრმესი მადლობა ქვეყნის პირველ დიპლომატს უსმენთ, მაკა ბოჭორიშვილი იყო ჩემთან ერთად და ახლა მიხეილ სარჯელაძე შემომიერდება, ჯანდაცვის მინისტრი. ბატონო მიხეილ, მობრძანდით ჩემთან გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მადლობა, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც მათ შორის თავისუფლების მოედნის გარშემოც არიან შეკრებილები რეგიონებშიც, ძალიან ბევრი ღონისძიება არის დაგეგმილი და თან შესანიშნავია ამინდია იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ. უპირველესად, რა თქმა უნდა, მიულოცავ მთელ საქართველოს. ყველა ადამიანს, ვისაც იამაყება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის ისტორია, წარსული და ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი. თითოეულ ასეთ ადამიანს მინდა გულწრფელად და გულითადად მიულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე. არაჩვეულებრივს ვამბობ იმიტომ, რომ ეს მართლაც გამორჩეული დღეა, ეს არის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ყველას, ვინც ამ ქვეყნის გულშემატკივარია და ვისაც სიკეთე უნდა ამ ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ანთებულია რაღაცნაირად და მოწოდებულია, რომ რაღაცა წვლილია, ის საკუთარი წვლილი სიხარული შეიტანოს ამ საყოველთაო სიხარულში, რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს მოლოცვასთან ერთად ვურჩევ, რომ რა თქმა უნდა მოინახულოს ის ადგილები, სადაც ვთავაზობთ ბევრ ძალიან საინტერესო ღონისძიებას. ჩვენ მაგალითად ჩვენი სამინისტრო წარმოდგენილი გახლავთ საქართველოს ერთ-ერთ ალბათ არა, ყველაზე ლამაზ კუთხეში, ეს არის რაჭა, სადაც მართლაც ძალიან საინტერესო ღონისძიებები გაიმართება. ალბათ არც ერთი იქ მისული ადამიანი არ წამოვა ისე, რომ რაიმე მისთვის საინტერესო არ აღმოაჩინოს ამ ღონისძიებაზე და ეს მე ძალიან მიხარია. კი ბატონო, უღრმესი მადლობა მიხეილ სარჯელაძეს უსმენთ. რეზი სოხაძეს ვხედავ ახლა და შემიძლია მისი პოზიციები მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. ბატონო რეზი, თქვენსაც პირველი დამოუკიდებლობის დღეა მინისტრის რანგში გილოცავთ ამ დღეს. მადლობა თქვენს გილოცავთ. მადლობა, რას ეტყოდით მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას. პირველ რიგში ყველა საქართველოს მოქალაქეს მინდა მიულოცო ეს ფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველა მოვესწრებით იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, ისეთი როგორზეც ჩვენ ყველას გვიოცნებია და ამაში ვარ დარწმუნებული. მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უღრმესი მადლობა, უსმენთ რეზი სოხაძეს და ჩემთან ასევე იმყოფება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითარიშვილი. ბატონო ლევან, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა დამოუკიდებელი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრობა და შრომა იმისთვის, რომ მოქალაქეების ცხოვრება გახადოთ უკეთესი იმ გამოწვევების ფონზე, რომელშიც უწევს ჩვენს ქვეყანას ყოფნა. რა გაქვთ სათქმელი დღევანდელ დღეს ადამიანებისთვის? პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დამოუკიდებლობის დღე და განსაკუთრებული დღესასწაულია, რა თქმა უნდა, 26 მაისის ეროვნული დღესასწაულია და შესაბამისად ყველაზე მეტად საზეიმო დღე წლის განმავლობაში. ალბათ, როდესაც თითოეული
ყოველი ქართველი ერთიანდება ერთი მიზნის, ერთი იდეის გარშემო, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა ქვია. ეს ძალიან დიდი ღირებულებაა, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენ ბრძოლით მოვიპოვებდით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ და გავამტკიცოთ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა თითოეულ წევრზე მინისტრთა კაბინეტის არის ძალიან დიდი, რომ ზუსტად ეს დამოუკიდებლობა, რომელიც კომპლექსური შინაარსის მატარებელია, გავამტკიცოთ. სუვერენიტეტი გამოხატული იყოს ყველა მიმართულებით, მეტად აღიარებული იყოს ჩვენი ქვეყანა, მეტად იყოს უფრო ცნობილი, უკეთესი იყოს საცხოვრებელი პირობები ჩვენს ქვეყანაში და ეს რა თქმა უნდა თითოეულ მიმართულებას თავისი თანაბარწილად მნიშვნელოვანი როლი გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი გამტკიცდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკის წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ დავუძლიოთ სიღარიბე და ვიყოთ წარმატებული ქვეყანა. წარმატება ყველა სხვა მიმართულებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სრულად შევიქცნოთ სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის მნიშვნელობა და ვფიქრობ, რომ ყოველ დღე ჩვენ აი მნიშვნელოვან მიზნებს უახლოვდებით, კიდევ უფრო ვამტკიცებთ ჩვენს დამოუკიდებლობას. საქართველოს სოფლიო რუკაზე ნელ-ნელა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. აღიარებული ხდება და რა თქმა უნდა ცნობადობა იზრდება ჩვენი ქვეყანაში. თქვენ თქვით რომ იმდენად მნიშვნელოვანი დღეა, უნდა გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო, თუმცა თქვენც კითხავთ მაინც პოლიტიკური თანამდებობის პირბრძანდებით, პირველი ვიცე-პრემიერი ხართ. მაშინ როდესაც თავისუფლების მოედანზე რეგიონებში აღვნიშნავთ ამ დღეს დღის მეორე ნახევარში თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა აქტივობა. მათ თქვენს რომ დიდი ხანი მუშაობდნენ წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნაზე. აი ეს დაყოფა საზოგადოებაში, ეს აზრთა სხვადასხვაობა დღევანდელ დღესაც კი, რომელიც უნდა იყოს იდეაში ერთიანობის დღე. როგორ ფიქრობთ, რა მიგვიყვანა აქამდე და რა გაქვთ სათქმელი ადამიანებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენ არ გაქვთ მაგალითად უფლება, რომ სამხედრო ფიცი ჩაიბაროთ? პირველ რიგში ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობა ეს არის საყოველთაო მონაპოვარი და ამ იდეა, რომლის გარშემოც ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების, პრეფერენციების მიუხედავად, იმიტომ რომ არის რაღაც თემები, რომლის გარშემოც თუ არ გავერთიანდეთ, ჩვენ ამ ერთობის გარეშე ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ იმ მონაპოვარს, ყოველ შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწევთ დამოუკიდებლობის გზაზე. ისე როგორც არც ერთ სხვა მიმართულებას არ ჭირდება კონსოლიდაცია საზოგადოების და ერის და ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ ითხოვა ყოველთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ არ გქონდა ერთობა. ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც ერთობის არარსებობა წარმოუდგენელია, უბრალოდ მიუღებელია. დანარჩენებზე ყველაფერზე შეიძლება ვიკამათოთ, ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული იდეები, ეს არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, დემოკრატიული საზოგადოების ალბათ პრინციპებია ასეთი, რომ განსხვავებული აზრის, განსხვავებულს პატივი უნდა უცადეთ, ჩვენ უნდა გქონდეს კამათი, დისკუსია სხვადასხვა საკითხზე, გქონდეს მეტი წარმატება დისკუსიიდან გამომდინარე, მაგრამ არის იდეები, არსებობს ღირებულებების საკითხები, რომლის გარშემოც არ შეიძლება იყოს დისკუსია, შეიძლება იყოს კამათი და არ შეიძლება საზოგადოების გახლეჩვა, მათ შორის ასეთი ღონისძიებების ჩატარება ვფიქრობ, რომ უადგილოა. უღრმესი მადლობა. უსმენთ ლევან დავითაშვილს და ჩემთან სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმყოფება, რომელიც ჩემომიერთებს გარემოს დაცვისას მიღებულია შენიშვნა. ბატონო დავით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. როგორი არის მინისტრის რანგში მუშაობა დამოუკიდებელი საქართველოს ყოველდღიურობისთვის, უკეთესობის შეცვლისთვის და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც დღეს ზეიმობენ თქვენთან ერთად აქ და არა მარტო მთელი ქვეყნის მასშტაბით? ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უკრებულ ყველას მინდა მიულოცო ეს დღე. მოგეხსენებათ რომ ამ დღეს 26 მაისს თავისუფლების დამოუკიდებლობის დღეს ყოველწუთიერად ყოველწამიერად ჭირდება დაცვა და შენარჩუნება. შესაბამისად ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი არის და უпростоრად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ამისი არის ეკონომიკური გაძლიერება, ქვეყნის განვითარება და როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეგაქვსული, რა თქმა უნდა, შეგაქვსული ქვეყნის დამოუკიდებლობის, ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნებაში და ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამბავი და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს მიულოცო ეს დღე. უღრმესი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ. თქვენ უსმენთ მინისტრთა კაბინეტის პოზიციებს. მოკლედ ველოდებით ყველანი ერთად ღონისძიების დაწყებას. ზუსტად რამდენიმე წუთში 11 საათზე დაიწყება 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. სამხედრო დანაყოფები მოეწყობიან კოლოფებად თავისუფლების მოედანზე. ტექნიკის ნაწილი უკვე განლაგებულია. ვთხოვ ოპერატორს კადრში გაჩვენოთ რა ხდება. მოწყობილია ბუნებრივია სცენა, სადაც შესრულდება
საქართველოს ეროვნული ჰიმნი, მას შემდეგ რაც დადებენ ფიცს სამხედრო მოსამსახურეები და 700-მდე რეკრუტი ამ ფიცის დადებით არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუერთდება და დაიწყებს უკვე სამხედრო სამსახურს. ამის შემდეგ მოვისმენთ უკვე მისასალმებელ სიტყვებს. სცენა ბუნებრივია არის მოწყობილი. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი სიტყვით მიმართავენ სამხედრო მოსამსახურეებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც უშუალოდ ფიზიკურად თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები და ეკრანებიდან მიადევნებენ თვალს თავისუფლების დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას თავისუფლების მოედანზე. მოკლედ ყველანი ვრჩებით მოლოდინის რეჟიმში და ბუნებრივია მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ 11 საათიდან უკვე ოფიციალურ ნაწილს მიადევნოს თვალი. დიდი მადლობა ანა, ეს იყო ანა ბროლაძე და